მშვიდობა თქვენ და ჩემო ძვირფასებო. მოგესალმებით დიდი სიყვარულით, დიდი პატივისცემით. თქვენი ზაზა უკან ეფარა, იგივე უკასყვაველი, ვინც როგორც მიცნობთ. მოკლედ ხუთვიანი ბრძოლის შედეგად მომიხსნეს ეს შეზღუდვა სოციალურ ქსელში. ნელ-ნელა უბრუნდები, რომ ეთქვიან ჩემს საკეთებელს, თუმცა ჩემი საკეთებელი სულ სხვა საქმეა, ვინც მიცნობს, მაგრამ ბედიღბალმა აქეთ გადმომაგდო. მადლობა ყველას, ვინც მაინც შემოდიოდით და მამხნევებდით, მე მაინც რაღაცეებს ვდებდი, არ ვკვირდი ფარხმალს. გახარებული ვარ, რომ ძალიან ბევრმა არ მემატოვეთ. გენაცვალეთ თქვენ. ახლა რაც შეიძლება, რაც შეეხება მომავალ გეგმებს. მულტიპლიკაციამ და ფილმების თემამ რა გითხრათ, იმდენი საჩივარი და იმდენი საყვედური და რა ვიცი რომ მაგრამ მე მაინც თუ ვნახე ფილმები და მულტიპლიკაციური ფილმები და საერთოდ ფილმები მე არავის არ უსმენ, მაინც დავდებ ჩემო ძვირფასებო, რაც შეეხება გახმოვანებას წერენ რატომ არის რუსულ ენაზე. ეს ჩემი ბრალი არ არის, ჩემო ძვირფასებო, შემორჩა მარტო რუსულ ენაზე ჩვენ და სამწუხაროდ. და მე მესმის თქვენი და რომ მქონდეს იმის საშუალება მე რომ გავახმოვნდი კი არა დუბლი საერთოდ რა გავაცოცხლებდი ფილმებს ქართულ ენაზე და ნებისმიერ ჩანაწერს, მაგრამ რას ვიზავთ. ხვდებით ალბათ რასაც გეუბნებით. აღვადგენ ორივე გადაცემას უკას თბილი ოთახი, თქვენ გახსოვთ ჩემთან საქმეში სტუმრად მოდიოდნენ. და ასევე 7 სადღეგრძელოს. გაზაფხულზე მედაზურავ გეგმავთ წასვლას რაჭა ლეჩხუმის სვანეთი, ალბათ ისევ მცენარეებზე, სამკურნალო მცენარეებზე, ზურა გაგნიძეზია საუბარი. აუცილებლად ზურას ისევ მოვიწევ და ჩავწერ. მისი სახსრების მალამო გახსოვთ თქვენ, ჩირქოვანი დაავადებების წინააღმდეგ შექმნილი მალამო. ახლა მუშაობს პროსტატის დამარცხებაზე და ერექციის ამბავში და საკმაოდ წარმატებით და წარმატებულად და შედეგიანად. კიდე რა უნდა ვთქვა. ხო, რაც შეეხება ეხლა სულ მინდოდა ამის ჩაწერა და არ დამცალდა თუ რაღაც მომეცა ეხლა. ჩემო ძვირფასებო, ნუ გწყინთ, მე რომცა კომენტარს ვშლი. იმიტომ რომ სულ გაფრთხილებული მყავხართ. უდიერ კომენტარს, ლანძღვა გინების კომენტარი რაც არის ჩემო ბატონო და რაღაცა პოლიტიკურ რაღაცა დაბრალებებს, განმობრალებს ყოველთვის წავშლი რა. მე ვარ ნატურში ისეთი ადამიანი, რომ თუ ვინმესთვის რამის თქმა მინდა, პირში ვეუბნები, თუ მინდა რომ ვაგინებ პირში მაგალითად, ხო? ახლა თქვენ გვერდზე შეგიძლიათ თქვათ რაღაცა სიუჟეტი გაიზიაროთ და იქ რამდენი რაც გინდა ის გიქნიათ, კაცო. ახლა არ გამოვა ესე რა, ხა ჩემ ბავშვები შემოდიან, ისინი მოდიხარ და ჩემ ოჯახში შემოდიხარ და იგინებიება მაგრატე ხავს რა, ესე კალაკურად რო ვთქვათ რა. არ არის სწორი. ახლა არ გაგინებინებ, ხო? ეს იგივე ოჯახია, ხო, სწორი ვარ რა. ამაშია საქმე და ნუ გწყინთ რა, გაფრთხილებულები მყავხართ რა. ცოტა ესეთნაირად დაფიქრდით რას გეუბნებით ეხლა. ეს ერთი ეხლა მეორე, კაცო, ნახევრად ხუმრობა კი არა, საერთოდ ვიძახი რა.
კაცო ეს რა არის ეს წყევლა ხლა კაცის წყევლა ხალხო ეს უკვე ამეტანია ერთი ცალკე უნდა ჩავწერო ასეთი მიმართვა რომ მიმართვა ამ თავრობას თუ ვისაც ეხება რომ გააუქმონ ეს ჯარიმა ამ გინებაზე თორე გადავიდნენ წყევლაზე თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი რა არის ეს ახლა წყევლა ერთი ცალკე უნდა გავაკეთო ეს მიმართვა რა სხვა რა ჩემო ძვირფასებო ოჩო და ქოსიკო შეეგუენ ერთმანეთს ქოსიკო როგორც გახსოვთ ჩემი თუთიყუშია ოჩო პინტრე ოჩო ახალი წევრი ოჯახის თელავთან ახლოს ტყესთან გზატკეცილზე გადააგდეს მაშინ ალბათ 2 თვის იქნებოდა გაიმეტეს გაწირეს ჩემი ოჩო და ნახა ღვთისმიერმა ადამიანმა მე სოციალურ ქსელებში გამოჭიმეს და მეც ვიშვილე ოჩოზეც ბევრი სიუჟეტი იქნება იმიტომ რომ ძალიან შემაყვარა თავი ძალიან კარგი ბიჭია ერთმანეთზე უკეთესები არიან ქოსიკო და ოჩო და რა თქმა უნდა შიგადაშიგ ესენიც გვესტუმრებიან რომ იტყვიან ეთერში რავი რა მოგახსენოთ ჩემო ძვირფასებო ხო ის ძალიან ბევრი მეუბნებოდა რომ რატო პოლიტიკას რატო გაურბიხა არ გაურბივა ჩემო ძვირფასებო პოლიტიკას მე ჩემი აზრი მაქვს და თუ ნებისმიერი ჩემი ლექსი თუ გადახედავთ ყველაფერს გაიგებთ ეს ერთი იძულებულს ვხდით რომ მაინც ვთქვა მეორე 2020 წელს გახსოვთ მე ვიყავი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი ვიყრედი კენჭს თქვენი რა პასუხი იყო ძალიან კარგად გახსოვთ სულ ყველას მის შემდეგ მე აბსოლუტურად არ შევხვევარ ამ პოლიტიკას ხო თუ ეხლა ლექსში რაღაცას გავურევ მაგრამ გამორიცხული არ არის კიდე რაღაცებს უყურებ ამას მომაღლა ვიძახი რა გამორიცხული არ არის ჩემი პატარა იმ ტელევიზიით თუ რაც არის უკას ტევეთი და პირადად მე არ მეუბრუნდე პოლიტიკას გამორიცხული არ არის არ ვიცი როგორ იქნება მაგრამ მე გული მიგრძნობს რომ ასეც მოხდება ალბათ აი მაქსიმალურად ვცდილობ რომ შორს არ აქვს ერთმა დამიპაროს მე ვერ ვიტან ადამიანებს რომლებიც არსაით არიან რა ეგეთი რაღაც არ არსებობს არსაით ყოფნაზე ეს მე არასდროს არ დამიმალია მე შიგნიდანაც გარედანაც ვარ პატრიოტი და ვარ კონსერვატორი რავი თქვენი ენაზე მაგრამ ანარქისტი ხარო მეუბნები კაი ანარქისტი ხო მე არ ვმალავ ამას ჩემთვის ქართული ტრადიციები და ქართული სახელმწიფო ქართული წარსული ეს არის ყველაფერი თავის რწმენით და ყველაფრით აბსოლუტურად მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ხვის აზრს არ ვიზიარებდე თქვენ იცით ჩემი პოზიცია და ჩემი შეხედულება მერთმა დაგვიპაროს რომ ყველა ერთ აზრზე ვიყოთ ერთ აზრზე უნდა ვიყოთ ყველა მხოლოდ სამშობლოს სიყვარულიდან გამომდინარე დანარჩენი ეხლა იცით ხო ასე რომ თუ ვინმეს ვეხმარები კიდე არჩევნებში ვეხმარები გულით ჩემო ძვირფასებო გულით ვეხმარები და არა ანგარების გულისთვის რა მოხმარებას რას ნიშნავს თუ ვინმეს ვაძლევ ხმას ეს ვიგულისხმე მხოლოდ გულით გული რასაც მეუბნება და სინდის ნამუსი იმიტომ რომ მეც ოჯახი მაქვს სამეგობრო მყავს
და აქედან გამომდინარე საწავალ, ხო? მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახე. სამშობლოზე, ქვეყნის სიყვარულზე მაღლა მე არასოდეს იცის ეს ჩემმა თამუნა, ჩემმა შვილმა არ დავაყენებ არც შვილს, არც შვილიშვილს, არც საკუთარ თავს და საერთოდ არავის. ასე მოვდივარ მე, ასე გამზარდეს, ასე გავიზარდე. ეს გახსოვდეთ სულ ყველას. პირველი არის ჩემთვის ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი, ჩემი რჯული და მერე მოდის ჩემთვის ოჯახი. რამე თუ ჩემი ქვეყანა, ჩემი ხალხი არ იქნა კარგად, აი ეს ოჯახი, ისი ოჯახი. ხალხის გარეშე და ქვეყნის გარეშე ბედნიერი ოჯახი შევარცხვინე მე. ეს ჩემი გადმოსახედიდან ვიძახი ჩემო ძვირფასებო და კიდე ავის ყველას თქვენი აზრი გაქვთ. იხარეთ, იბედნიერეთ, კოცნით, გეფერებით, გახარებულები მეყოლეთ. ავიც აბა რა უნდა გითხრათ მეტი. კარგად ბრძანდებოდეთ. გენაცვალეთ მე თქვენ. ნუ მაბრაზებთ ხოლმე. ნუ მაბრაზებთ.